მოგესალმებით. მე ვარ კახაბერ შარტავა. თქვენ კი უყურებთ ჩემს საავტორო რუბრიკას გზავნილი სამყაროს. ფოტოგრაფია, მუსიკა, თეატრი, რეჟისურა, რომელი ერთი ჩამოთვალო თუ პირდაპირი არა, ირიბი მნიშვნელობით მაინც უკავშირდება ამ ქალბატონის სახელი და გვარი. მანანა მენაბდია დღეს ჩემი სტუმარი. მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა რომ მე ვარ თქვენი სტუმარი და თქვენ კი ჩემი სტუმარი. მეც მიხარია. ქალბატონო მანანა, დავიწყოთ სულ თავიდან. აი ახლა კითხვას დავასრულებ თუ არა, ის კადრი ამიღწერეთ, რომელიც ბავშვობას გახსენებთ. პირველი რაც ყოველთვის მომდის ხოლმე თავში, როდესაც ვიხსენებ ჩემს სახლს, არის რომ მე დიდ ოთახში ვთამაშობ და პატარა ოთახის, ეს შუაკარი ღიაა და იქ არიან ბებიები რეპეტიციას გადიან. თუ დაუშვათ რეპეტიცია არ არის და მარტო ბებია და დედა სახლში, მაშინ ისინი რაღაცას ანაკეთებენ, ფუსფუსებენ, ან რაღაცაზე საუბრობენ, ან დედა კითხულობს და ბებია კიდევ რაღაცას აკეთებს. თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ახლა დავინახე თბილისის ერთი პატარა თბილი ოჯახი. დაგიხატავთ თბილისი როდეს? არა, არასოდეს არ დამიხატავს, მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ჩემი თბილისი, სადაც არ წავალ, ევროპის რომელ ქვეყანაშიაც არ მიცხოვრია, სადაც არ ყოფილვარ, ყოველთვის მე ჩემი თბილისი თან დამქონდა. ჩემ სახლში რამდენჯერ ჩემთან სტუმრად ჩამოვიდნენ თბილისიდან, ყოველთვის მეუბნებიან, მე ასე მგონია, შენს ვაკის ბინაში მოხვდი. და ალბათ მე გამონაკლისი არ ვარ და ყველა ვინც თბილისელია, ქართველია, თავის საქართველოს და თავის თბილისიდან დააქვს. რომელ ქვეყანაშიაც არ მიცხოვრია, სადაც არ ყოფილვარ, ყოველთვის მე ჩემი თბილისი თან დამქონდა. რა ფერებში დახატავდით თქვენი ბავშვობის თბილისი? მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვობის თბილისი მაინც მუქ ფერებშია, მე ალბათ მაინც დავხატავდი მზიან და ფერად თბილისი, იმიტომ რომ ალბათ ეს მაინც გამომდინარე არის ბავშვობიდან, იმიტომ რომ რაღაც ესეთი მშვიდი და ძალიან ესეთი ბედნიერი ბავშვობა მქონდა. თუ არის რამე ისეთი, რაც გიყვირიათ და არ უნდა გიყვირათ ამ პირიქით, არ გიყვირიათ და უნდა გეყვირათ? რა ვიცი, მე მგონია მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ყვირილია, მიუხედავად იმისა, რომ ამას არც დროში და არც რაღაც ესეთი იმით არ გამოვხატავ და ალბათ ჩემს სათქმელს ვამბობ და კომპრომისები არ ვიცი და რაც ჩემს პროფესიას შეეხება განსაკუთრებით არანაირი კომპრომისი არ ვიცი. როგორ არის ის თქვენი ფრაზა ადამიანი თავისუფალი იყო, რადგან იმას არ აკეთებდა, რაც სურდაო? რა თქმა უნდა, ადვილია, როდესაც შენ რაც გინდა იმას აკეთებ. ყველაზე რთულია, როცა რაც არ გინდა იმას აკეთებ. როდესაც აკრძალვებით ცხოვრობ, მაშინ ხარ თავისუფალი. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ბუნებით ქართველები ვართ ლაღები. და ბავშვობაში კიდე ამასაც ძალიან ხშირად ვამბობ და ალბათ ჩემს ჩამოყალიბებაში მქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, როლი ითამაშა დიდი. არასოდეს არავის, როდესაც სტუმრები მოდიოდნენ, არასოდეს არავის არ დაუყენებივარ დაუშვათ სადღაც სკამზე და არ უთხოვია იმღერე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წლი ნახევრიდან ურთულე სოლფეჯიოებს მღეროდი, ვიცოდი მთელი ქართული ხალხური სიმღერები, ბებიების რეპერტუარი, ყველაფერი, მაგრამ ეს ხდებოდა ძალიან ბუნებრივად. და მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ვარ მორცხვი ძალიან და თუ მინდოდა რომ მემღერა შევძრებოდი მაგიდის ქვეშ და მაგიდის ქვეშ მღეროდი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მოდით ამ შემთხვევაში იყოს აფხაზეთი. აფხაზეთში ერთი დღე ღამე რომ შეგეძლოთ დაუბრკოლებლად გადაადგილება თქვენ ფოტოაპარატთან ერთად, რას გადაიღებდით? იცით რა არის, ზუსტად ახლა
დამირეკეს და კეთდება ასე თქვათ ანთოლოგია აფხაზეთზე. კარგი შეკითხვაა სხვათა შორის და იმდენად დიდი ტკივილი იყო ჩემთვის საერთოდ აფხაზეთი, რომ როდესაც მკითხეს მზამასალა ხომ არა გაქვსო, არ დამიწერია არაფერი, იმიტომ რომ ის როდესაც რაღაცა ძალიან გიყვარს, როდესაც რაღაცა ძალიან გტკივა, ამას გაცილებით ფრთხილად ეკიდები და რაღაცა შენ თავში იკავებ ამას. მაგრამ როგორც კი დავკიდე ყურბილი, იმ წუთშივე მივხვდი, რომ როგორ შეიძლებოდა დამეწერა აფხაზეთზე. და ბავშვობიდან მეშინია ზღვის და თუ გადავიღებდი, ნამდვილად გადავიღებდი დღის სხვადასხვა მონაკვეთში ზღვას. რა სიმღერებდით პირველს იქ? იქა დატირებას ალბათ. ჩემ დატირებას, რომელიც მე ლანა ღოღობერიძის ფილმისთვის დავწერე, საგონებრისა სახლმიდგა, ჯავრისა კარი მიბია, შიგ მიდგას ცრემლის ლოგინი, შიგ ნაუღელი მიძია. თქვენ წინ რომ იჯდეს პატარა მანანა მენადე, რას ეთყოდით მას? მეტყოდი რომ ადამიანად დარჩეს. თქვენი შემოქმედებიდან ერთი სიმღერა, რომელზეც იტყვით, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების საუნდტრეკი. ალბათ სვენს ბუბული. აუცილებლად, იმიტომ რომ ჯერ ესეთი მე მამას მიუძღვენი და რამდენიმე დღეში მამა გარდაიცვალა. აქვე გკითხავთ ასე უბრალოდ, მამა. მამა? მამა იყო ჩემი ძალიან დიდი მეგობარი. მეგობრობდი ძალიან და ძალიან მიყვარდა, როდესაც ორნი ასე ვთქვათ, ამას кейფს ვეძახდი მე. ორნი დავსხდებოდით, მამა გააკეთებდა გინდა თათარი ახლად გაგიკეთო რაღაც, ესე იგი ეს ნიშნავდა უცებ და გააკეთებდა მაგალითად აჯაფსანდალს ან რაღაცას და სხვათა შორის დამისხამდა სულ ცოტა არაყს, ან ღვინოს და ეხლა ნუ მაშინ პატარა ვიყავი და აი დავლევდით ხოლმე, შევსვამდით და მიყვარდა მასთან საუბრობა. მისი ძალიან პატარა ვიყავი, 7 წლის თუ 6 წლის და მამა და მე ვსეირნობდით ძალიან ხშირად და მამა მიყვებოდა სოკრატეზე ამბებს. ფილოსოფოს სოკრატეზე, რა თქმა უნდა, მაგრამ სოკრატე იყო ჩემთვის მაშინ ბიძია სოკრატე. და მეგონა რომ მამა ჩემის ძმაკაცია, ან სადღაც აი რომელიღაცა უბანში ცხოვრობს ეს სოკრატე და ყავს რაღაცა საშინელი ცოლი ქსანტიპა, რომელიც სულ ატერორებს ამ ბიძია სოკრატეს და ნუ ბოლო კითხე რომ თუ შეიძლება მიმიყვანე ბიძია სოკრატესთან და გამაცანი დრო როცა მოვაო, ბიძია სოკრატეს უკეთესად გაგაცნობო მეუბნებოდა მამა. და კიდე უყვარდა ესეთი და საერთოდ სიჩუმე მიყვარდა მამასთან. აი სიჩუმეს აქვს თავისი ფაზები და ერთ-ერთი მათგანი აი ესეთი ფაზაა, როდესაც ვიღაცასთან დუმხარ, ჩუმად ხარ, მაგრამ ის დუმილი არის ავსებული. აი მამასთან მიყვარდა სიჩუმე. როდესაც აი სიჩუმე იყო ძალიან ავსებული და აი ჩუმად ვსაუბრობდით რაღაცაზე, რამდენჯერ ერთნაირად რაღაცა ვიფიქრე, ამერე დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოთ, ვის შეხვდებოდით და რას კითხავდით? დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს? კარგი შეკითხვა. ბევრი მესთან მინდოდა სულ შეხვედრა, მაგრამ ერთი უნდა ვთქვა. მაშინ დიდი სიამოვნებით რა ვიცი, მაინც ვაჟა შევხვდებოდი. რას კითხავდით? რას კითხავდი? ბევრი კითხვა გახდა.
რა უნდა კითხო ვაჟებს? მე ვფიქრობ, რომ ვაჟებს ვერაფერს ვერ კითხავდი, რა ვიცი, ალბათ მოусმენდი ხმა, მაინტერესებს როგორი ხმა ქონდა. ვის ან რის ქანდაკებას დადგავდით და სად? მე ვფიქრობ, რომ ჰამლეტ გონაშვილის ქანდაკება უნდა დაიდგას აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს ხმა. ვისი მიჯნური იქნებოდით? ვისი მიჯნური? შოთა რუსთაველის. როგორ ფიქრობთ, რა არის გარდაცვალება? თავიდან დაბადება. რა არის COVID-19? ეს არის ადამიანის დაუდევრობა, უბრალოდ ვირუსი, პანდემია თუ? იცით რაში არის საქმე? კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე გამუდმებით COVID-19 მაქვს, იმიტომ რომ სულ ჩაკეტილ მდგომარეობაში ვარ და ჩემთვის რაღაცას ვაკეთებ, ნაკლებად ვურთიერთობ, მყავს რაღაც გარკვეული მეგობრების წრე, რომლებთანაც მე მაქვს ურთიერთობა, რომ ამ COVID-19 დროს იმდენი რამე გავაკეთე, მე მგონია 1 წლის განმავლობაში არ გამიკეთები ამდენი არა და 10 მარტიდან ვარ, სრულ იზოლაციაში. გაიხსენეთ ის დრო, ან ისეთი მდგომარეობა თუ გქონიათ, როდესაც გიფიქრიათ, რომ მორჩა მე ამის მერე ვეღარ გავაგრძელებ. არასოდეს არ მქონია, იცით რა არის, საკუთარ თავთან არასოდეს მოწყენილი არა ვარ და ყოველი დღე მიხარია ადამიანი, მიხარო და საოცრად თქვენი მოსვლა. ასწრაფებამ დროის აჩქარება, მაგრამ რაღაცები გვავიწყა, რაღაცნაირად ძალიან წყდება გული, რომ ესე ავჩქარდით და თვალებში არ შეგვიძლია ერთმანეთ თვალებში შევხედოთ რა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს. ქალბატონო მანანა, აი ამ თეთრ თვითმფრინავს თქვენ უნდა დააწეროთ გზავნილი, რომელსაც გაუშვებდით სამყაროში. რას დააწერთ? ალბათ ჩემი იგავარაკიდან დავაწერ პატარა გამოთქმას, ესეც კაცი არ ეჭვობდა, რომ ბედნიერი იყო.